4 ოქტომბრის მოვლენებზე პასუხისმგებლობას შალვა პაპუაშვილი პოლიტიკოსებისა და აქციაზე მისული ადამიანების პარალელურად გარე აქტორებსაც აკისრებს. მისი თქმით, რომ არ ყოფილიყო გარედან მართული პროცესები მიღებული მხარდაჭერა, დაფინანსება და ორგანიზება 4 ოქტომბერს ძალადობა და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა არ იქნებოდა. 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე და პასუხისმგებლობებზე შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. განცხადებები მოვისმინეთ როგორც მმართველი გუნდის მხრიდან, ისე ოპოზიციიდან. შეხვდი მათ შორის ოჯახის წევრებს ნაწილის ვინც არიან დაკავებული ეხლა ბოლო დღეებში და ყველა ეს ადამიანი ვინც მივიდა აქციაზე და ვინც შემდეგ ნაწილი რეჟიმა დააკავა ყველა ამ ადამიანს ჰქონდა სრულად გაცნობიერებული რომ იბრძოდნენ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის რასაც ეხლა აკეთებს ივანიშვილი ეს არის რომ პოლიტიკური ტყვეები არ ყავთ ესენი არ არიან პოლიტიკური პატიმრები და ცდილობს რომ ეს ადამიანები სამოქალაქოდ დასაჯოს მაგრამ ყველა იმ ადამიანების უმრავლესობა რომ ოჯახის წევრებთანაც მე კონტაქტი მქონდა ყველა ამ ადამიანს ღრმად აქვს გაცნობიერებული რისთვის იდგა 4 ოქტომბერს. ამ ადამიანებს ვინც ეუბნებოდა სამი თვის განმავლობაში რომ თქვენ არჩევნებზე არ წახვიდეთ თორე მოღალატე იქნები და გელოდები 4 ოქტომბერს რუსთაველზე ყველა აქტორი სალომე ზურაბიშვილით დაწყებული დამთავრებული ნაცმოძრაობის უპასუხისმგებლო ლიდერებით დამთავრებული ყველა იმ პარტიით რომელიც ჩართული იყო ამაში და პოლიტიკოს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს. პასუხისმგებლობა, რომელიც ნაწილდება ასევე ქართულ ოცნებაზეც და ეხლა ეს საწყალი მოქალაქეები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ პროვოკაციის. აი პასუხისმგებლობა ეხლა უნდა აიღონ ყველა ამ ადამიანმა და ყველა ამ აქტორმა. ძალადობის გაიდეალიზება, რომანტიზება საკმაოდ დიდი ხანია საქართველოში მიმდინარეობს და ჩვენ არაერთი ასეთი ფაქტი ვიხილეთ იგივე როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებდა ახალგაზრდებს და რომანტიკულად წარმოსახავდა კანონის დარღვევას იგივე როდესაც მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი გამოვიდნენ აქციებზე აი ამ პლაკატებით და ამ ვანდალური აქტის და აი ამ საშინელების რომანტიზება უნდათ და ისეთ მოვლენა წარმოჩენა, რომელიც თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ახალგაზრდებს, იმ ადამიანებს, რომლებიც მართალია უყვართ სამშობლო, მაგრამ არ იციან, როგორ იბრძოლონ თავიანთი სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის, აი მათ ეუბნებიათ, რომ ძალადობა არის გამოსავალი. გუნდიც ფიქრობს, რომ მას ეკუთვნის რაღაც ნივთი და ამიტომ ეკუთვნის მას ცხოვრებისეულად რომ რაღაცა ქონება ქონდეს, ამიტომ შედის სხვის სახლში და იპარავს იქიდან ნივთებს და ესენიც ფიქრობენ, რომ მათ ეკუთვნით ხელისუფლება და ამიტომ შეუძლიათ ძალით აიღონ ეს ხელისუფლება. ეს არის ერთი და იგივე მორალი, კრიმინალური მორალი. მას შემდეგ, რაც ეს სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა, ამის შემდეგ მიხვდა ყველა თუ რა შარში გაყვეს თავი და ეხლა ცდილობენ ამის გადასხვაფერებას, თქმას თითქოს არ ვიცოდი, არ მეგონა, ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა ერთი და ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას შეუმდგრა სახელმწიფო გადატრიალებას მოყვება პასუხისმგებლობა. აქ საბავშვო ბაღში არავინ არ არის და ყველამ ძალიან კარგად იცოდა ეს ყველაფერი. ამიტომ რა თქმა უნდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იზიარებენ ის პოლიტიკოსები, ის NGO-ები და ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც 4 საათზე თავისუფლების მოედანზე ამ ქვეყნის დასამხობად მივიდა. ამ რამდენიმე ათასმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ისინი მონაწილენი იყვნენ ჩვენი ქვეყნის დამხობისა და ვერ შედგა ეს დამხობა. და მესამე პასუხისმგებლობა ეს არიან გარე აქტორები, გარე ძალები, რომლებიც სინამდვილეში არიან მთავარი სულისჩამდგმელები სახელმწიფო გადატრიალებისა, რომელიც 4 ოქტომბერს ჩავარდა. ისინი არიან მთავარი. მათ გარეში არ იქნებოდა არაფერი. არ იქნებოდა ეს ძალადობა, არ იქნებოდა შევარდნები, არ იქნებოდა მანამდე პარლამენტის შტურმის მცდელობები, ეს არაფერი არ იქნებოდა, რომ არა გარე მხარდაჭერა, გარე დაფინანსება, გარე ორგანიზება.